რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით უკვე მეორე თვეა რუსთავში შუა საუკუნეების სასახლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მეცნიერთა მოლოდინი ძალიან დიდია. მე-19 საუკუნეში აშენებული უნიკალური ძეგლი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთავის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური კვლევები და გათხრები წინა საუკუნის 50-იან წლებში ჩატარდა. თუმცა შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა და შედეგად ძეგლის მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა შესწავლილი. აქედან გამომდინარე, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივას ბევრი თვალსაზრისით მოჰყვება საინტერესო და სასარგებლო შედეგები. სასახლის სრული არქეოლოგიური გათხრა კიდევ ერთხელ საშუალებას მოგცემს დავინახოთ შუა საუკუნეებში საქართველოს უმაღლესი წლის წარმომადგენელთა ცხოვრების წესი, როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი მეფეები, ფეოდალები, ერისთავთერისთავები და ასე შემდეგ. ასევე უფრო მეტი შეგვიძლია გავიგოთ ქართული საერო არქიტექტურის ისტორიის შესახებ და ვიტყვი, რომ რუსთავის სასახლე არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური. თავად სასახლის შესწავლა, მისი კონსერვაცია რუსთავს კიდევ უფრო მიმზიდველს და ტურისტულად საინტერესოს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ გათხრები მხოლოდ 2 თვეა მიმდინარეობს და მე ქალბატონმა ნინო მიმიპატიჟა და ვიყავი აღფრთოვანებული იმით, რაც ვნახე, საინტერესო აღმოჩენები უკვე სახეზეა. ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში ვიწვევთ ქალაქ რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს და ახალგაზრდა არქეოლოგ მათე ახალაიას. მობრძანდით ძვირფასო სტუმრებო, ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს დღეს. რა თქმა უნდა, რუსთავს სულ შემადგენლობთ, მაგრამ მოგესალმებით, როგორც იქნა, მე გავიცანი ეს ქალბატონი. ნუ პირდაპირ მნიშვნელობაზე ვიკითხოთ პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი არქეოლოგიური გათხრები მუნიციპალიტეტისთვის. მოდით თქვენ გიხარით მე ორი სიტყვით, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო ნაწილს მაინც მათე იტყვის უშუალოდ ჩართულია ამ პროცესში. ზოგადად ქალაქისთვის რა თქმა უნდა, რომ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალიან აქტიურად მიდის სხვადასხვა პროექტებით ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება, გვინდა რომ უფრო კომფორტული, უფრო ლამაზი, უფრო უსაფრთხო ქალაქი გახდეს და ბევრი კუთხით ამ მიმართულებით პროექტები ხორციელდება, მაგრამ ჩვენ ალბათ ის თაობა ვართ, რომელიც დავფიქრდით, რომ მომავალ თაობას სწორედ ის უნიკალური ძეგლი უნდა შეუნარჩუნოთ, რომელიც გვაქვს რუსთავში, რაზეც მათე აუცილებლად ძალიან სიღრმისეულად ისაუბრებს. არ ვართ რუსთავი განებივრებული ბევრი ესეთი ძეგლებით და ძალიან ცოტამ თუ იცის დღეს, რომ რუსთავს ძალიან დიდი ისტორია აქვს და ყველა წარმოიდგენს, რომ მეტალურგია აშენდა, ქალაქი შეიქმნა და თქვენ რომ ვინმეს კითხოთ ისტორიული ქალაქები დამისახელეთ ქვეყნის მასშტაბით, ალბათ რუსთავი არ გაახსენდება. რუსთავი ერთი ვიცით, რომ სხვადასხვა სოფლიდან თავის ძროზე გადააჩაასახლეს ადამიანები, რომლებსაც უნდა ეშენებინათ ქალაქი. რომელი ძალიან კარგი მეგობრული ქალაქია თავის ესეთი ადამიანებით, თუმცა გვაქვს დიდი ისტორია და როდესაც ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, არ გვინდა რომ დავივიწყოთ ისტორია და პირიქით ამ ახლის შემადგენელი ნაწილი გვინდა რომ მომავალში აუცილებლად იყოს ის ისტორია, რომელზეც მათ შორის თქვენ ძალიან ტკბილად და გემრიელად საუბრობთ. ქალბატონ, აქ ჩაგეჭრებით, მოდით ამასაც გავუსვათ ხაზი. მე მახსოვს, როდესაც ამის პრეზენტაცია იყო, არაერთი ძალიან სახელოვანი არქეოლოგი თუ ისტორიკოსი იყო და თქვენს რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქ მუნიციპალიტეტი იჩენს ინიციატივას, რომ მოხდეს ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლის გათხრა, მისი კონსერვაცია. საბოლოო მიზანი რა არის? ის რომ რუსთავის შესახებ ეს საბჭოთა მითი დაინგრეს, რომ ეს არის მხოლოდ მეტალურგთა ქალაქი, ამ დროს უფლისწულთა ქალაქიც არის. აი, ამ კუთხით რო გითხრათ, რა იყო მიზანი და მისია? პირველი უმთავრესი მიზანი ჩვენი არის რომ შევინახოთ და შემოუნახოთ მომავალ თაობას. რა აღმოჩნდება, როგორ იქნება, რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ ის ისტორია კიდევ უფრო ცხადად იქნება დანახული ქვეყნის მასშტაბით, რაც ჩვენს ქალაქს აქვს, აუცილებლად ეს რებრენდინგის, ქალაქის განვითარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი წარმოგვიდგენია, რომ მომავალში აუცილებლად იქნება, თუმცა იქამდე ვიდრე ჩვენ ამ მოლოდინს დავიკმაყოფილებთ და ვნახავთ, რომ
რაც გვწამს, რომ ნამდვილად უნიკალური იქნება ჩვენი ციხე ქვეყნის მასშტაბით, იქამდე უპირველესი, როგორც რუსთაველებს გვაქვს თავარი მიზანი, რომ კონსერვაციით და სწორედ იმ სამუშაოებით, რომელსაც სამინისტროსთან ერთად აუცილებლად ჩავატარებთ, შემოუნახოთ მომავალ თაობას. თქვენი ყურადღება რაში გამოიხატება? უკვე მიგვაქვს დაუშვათ სადილია, თუ აი რა არის ძირითადი ზრუნვისაგანი? ჩვენ ის ექსპედიცია, სადაც მათ ძალიან აქტიურად არის ჩართული და ალბათ 42 გრადუს სიცხეში თავის მეგობრებთან საოცარი სიცხეები იყო ამ ზაფხულს, მთელი ზაფხული მუშაობდნენ და ძალიან ვაფასებთ ამ ყველაფერს. ბოლო პერიოდ 60-იანი წლების შემდეგ ეს არის ყველაზე დიდი ექსპედიცია, რაც დავიწყეთ და გვინდა რომ ისე გავაგრძელოთ, რომ ეს იყოს შეუქცევადი პროცესი და სწორედ სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც გვაქვს და მადლობა ჩვენს მინისტრს სამკუთხით, რომ რუსთავი თავისი მუზეუმის განვითარებით და სწორედ ამ ციხის კონსერვაციით და ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნის კუთხით ერთი დიდი პროექტი განხორციელდეს, სადაც მე კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით და თავარი ამბავი. ქალბატონი ნინო ხო ამბობს, რომ მოლოდინები გვაქვსო და მოლოდინები უკვე ნელ-ნელა მართდება და მათე მინდა შენთან დავს. ესე იგი, აქ ყველაზე მთავარი რაც არის, მე სულ ვეცნობი ამ მასალებს, ეს არის პირველი სასახლე საქართველოს ისტორიაში, სადაც აღმოჩენილია საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის მუზარადები. აღარაფერს ვამბობ, ისეთი ჭურჭელია აღმოჩენილი, აი ხელებს ვიშვენეთ, რომ აი ერთი ცალი მუზეუმში რომ მქონდეს. აბა მოყევი რატოვე ახლა რუსთავსაც რა დადიანებში მოწაზიდა ყველა. მოყევი რა ხდება, რა აღმოჩენებთან გვაქვს საქმე და პროფესიული თვალსაზრისით თავად ამ აღმოჩენების მნიშვნელობას როგორ შეაფასებ. გამარჯობა. ჩვენ საკმაოდ დიდ არქეოლოგიურ კოლექციას ვფლობთ რუსთავში, იმდენად რამდენადაც რუსთავი მთელ ამიერკავკასიაში ითვლება, რომ შუა საუკუნეებისთვის ეს არის ერთ-ერთი ქრესტომათიული ძეგლი. ეს უგულისხმობთ კერამიკას და არა მხოლოდ კერამიკას. თუმცა ეს ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ტრადიციის ამსახველის მართლაც განსაკუთრებული ნიმუში, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ აღმოჩნდა მუზარადი. ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი ჩვენთვის, ამას ამ გარემოში არ ველოდით და საერთოდ არ ველოდით, რომ ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევითობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ გადარჩა და ჩვენმა მიწამაც შეინარჩუნა. თუმცა ცხადია, ისინი თავის დროზე ბევრად მეტნი იქნებოდნენ. თავად ეს მუზარადი კლასიფიკაციის მიხედვით უნდა განეკუთვნებოდეს წინასწარული ვარაუდით დაახლოებით მე-11 საუკუნეს, თუმცა ამის თარიღი კიდევ უფრო დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა, ბოლომდე იქნება შესწავლილი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში სულ რამდენიმე მუზარადი არის აღმოჩენილი, ერთი იყო, აქამდე სულ 7 მუზარადს ვფლობთ. მაგრამ სასახლეში არც ერთი. სასახლეში არც ერთი, აი ციხისძირში არის ერთი მხოლოდ აღმოჩენილი, ისიც კოშკის ნანგრევებში და ბიზანტიას სპარსეთის ომების დროინდელია. ეს ქართველის არის ავარაუდო. ვერ გეტყვით ასე ქართველის არის თუ არა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს აღმოჩნდა სასახლის ერთ-ერთ ოთახში. და აი საკუთრება ვის ეკუთვნის რა დროს მოხდა ეს ნგრევაში და ერთად არ არის, ანუ ცალკე მუზარადი. ჯერჯერობით არ არის. მე ვნახოთ გათხრები. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი ისეთებ შვება შეიძლება მე გავიდეს დრო და გავიგოთ საერთოდ ვინ იყო ამ მუზარადის შესაძლოა. ქალბატონ ნინო, ერთი ესეთი კითხვა. ნახეთ, თქვენ საუბრობდით პრეზენტაციის დროს ქალაქის ტურისტულ პოტენციალზეც და თავად აი ეს უნიკალური შემთხვევები უკვე ზრდის ინტერესს ამ ძეგლისადმი. როგორია პერსპექტივა? გარდა იმისა, რომ თქვენ მას მოუვლით, კონსერვაცია მოხდება, ტურისტული თვალსაზრისით რას უნდა ველოდეთ? ზოგადად ცოტა სიფრთხილით ვუდგებით ხოლმე ამ საკითხს იქამდე, ვიდრე კიდევ მეტი აღმოჩენა გვექნება, კიდევ უფრო მეტად შევძლებთ არეალის მოწესრიგებას თვითონ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ არ იყო ყურადღება მიქცეული და ახლა ვცდილობთ, რომ უფრო კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანი, ასევე ჩვენ მიზნებს შორის არის ის, რომ ტურისტულად ეს ადგილი გახდეს უფრო მიმზიდველი და
იქამდე ვიდრე ტურისტულად გახდება მյուზიდველი, ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, თვითონ რუსთაველებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, უფრო მეტად შეძლონ იმ ისტორიის შეცნობა, რაც ჩვენ გვაქვს. აი ბრენდი გახდა. პირველი მიზანი უფრო ჯერ რუსთავი გვაქვს, ჩვენი შიდა ისტორიის გაცნობა, რაზეც ჩვენ დავიწყებთ და სკოლებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ძალიან აქტიურად. აი ეგეც აღნიშნოთ, რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია, უკვე არის რაღაც თავისებური ბრენდი. შეგიძლია აქ დარეგისტრირდე ახალგაზრდებს, აი ეს რომ მოგვიყვეთ რა ხდება. ეს ჩართულობა სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ გვინდა მონაწილეობაც კი რომ მიიღონ ახალგაზრდებმა, შემდეგ გავაწყლები და გაიხსენებენ, რომ მე ამ ციხეს მუშაობ. მნიშვნელოვანია მათი ექსპერტების ჩამოყალიბებისთვისაც. ეს გაზრდის ქალაქის სიყვარულს, ეს გაზრდის იმას, რომ გაუფრთხილდნენ უფრო მეტად, იმიტომ რომ ხშირად სწორედ აი ამ ძეგლზე, რომელსაც ესეთი სიყვარულით ახლა ვიხსენიებთ, ვანდალიზმის შემთხვევები ძალიან ბევრი ჰქონდა, მოვაწყეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ თავიდან ავირიდოთ, თუმცა ეს არ უშველის. ბავშვები აუცილებელია ჩავთოთ იმ პროცესში, რომ უფრო მეტი სიყვარულით იყვნენ ქალაქის მიმართ, ასე რომ ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა პატივისცემას იწვევს ამ მასშტაბთან დაკავშირებით. ის აღმოჩენილი მასალა, არეალი, რა შესაძლებლობებს შეიძლება იძლეოდეს? ანუ რა მასალა შეიძლება საბოლოოდ მივიღოთ? არქეოლოგიისთვის ამის თქმა ძალიან რთულია, რადგან ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს კონკრეტული მოლოდინი რას ველით. ჩვენი ამჟამინდელი ძირითადი ინტერესია გახლავთ სასახლის სრული მორფოლოგიის გამოჩენა არქიტექტურის თვალსაზრისით და შემდეგ უკვე საკონსერვაციო პროექტის მომზადება და მისი ფიზიკური დაცვა. აი ამ პროცესში რაც აღმოჩნდება, ამას დროდადრო შეგაძლოთ. რამდენი ნივთია ახლა აღმოჩენილი? ნივთი ათასობით ფრაგმენტია და აქედან ეს სრული ვარიანტები, რაც ამჟამად აღდგენილია, რასაც თქვენი მაყურებელი კადრებში ხედავთ, ეს არის რამდენიმე ათეული, დაახლოებით 5 ათეულამდე. და დასრულების დროს კიდევ უფრო გაიზრდება მათი. მოდი ისიც ვთქვათ, რომ ჯერ ესეთი თვითონ ეს სასახლე ძალიან საინტერესოა, მოხატული კედლებიც კი ყოფილა შიგნით. გოდეძის კითხვას კიდევ უფრო განვავითარებ. რამდენ ოთახს ვხედავთ ახლა? როგორ ფიქრობ, როგორი იყო აი ცხოვრების წესი? აი ეს კონტურები თუ შეგვიძლია გამოვკვეთოთ. ეთნოგრაფიაც მაინტერესებს. ეთნოგრაფიაზე ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. სასახლე ამჟამად შედგება 7 ოთახისგან, აქედან 6 არის მისი პირველი მშენებლობის დროინდელი, ერთი მოგვიანებით არის მიდგმული, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ამ პერიოდის ძეგლებისგან განსხვავებულია, ვინაიდან აი თუ გავიხსენებთ პირობითად კვეტერას სასახლეს, ის სხვანაირი ნაგებობა. ჩვენ გვაქვს კორიდორი, რომელიც უკავშირდება ოთახებს და ძირითადი საკომუნიკაციო ღერძი გახლავთ კორიდორი. ეს განმასხვავებელი ნიშანია ამ პერიოდის ქართული არქიტექტურისთვის. ის რომ მას 7 ოთახი აქვს, ესეც ცხადია გრანდიოზული ხდის. აქვს კორიდორში ჩასასვლელი კიბეები, რაც ჩვენ გვაფიქრებინებთ, რომ სასახლე არის ორსართულიანი, უნდა ყოფილიყო ორსართულიანი. ასევე სასახლის გათხრების დროს არის აღმოჩენილი კედლის შელესილობა ზედ კედლის მხატვრობით და ეს გახლავთ განვითარებულ შუა საუკუნეებში ერთადერთი საერო დანიშნულების ძეგლი, სადაც კედლის მხატვრობა არის აღმოჩენილი და ასევე სარკმლის ფანჯრის ალათები ეგრეთ წოდებული, ალებასტრისგან დამზადებული სარკმლის ჩარჩოები, რომელშიც ფერადფერადი მინების ალებასტრია. აღმოჩენილი ჭურჭელი, აი თქვენ თქვით რომ ეთნოგრაფიაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს ჭურჭელი, რომელსაც ახლა ჩვენ ფოტოებში ვხედავთ, ქოთნები, თიხის, გამოყენება ძირითადად რისთვის გამოიყენებოდა? ახლა ჩვენ ბევრი ასეთი თიხა ვიცით, თაფლისთვის, რძისთვის, ამისთვის, და ლამაზად არის მოხატული. დანიშნულება სასახლეში. როგორც წესი ეს ჭურჭელი რაც აქ არის წარმოდგენილი, ამას ჩვენ ვეძახით სუფრის ჭურჭელს. ეს არის ნივთები, საიდანაც ადამიანები სადილობენ. ეს მოხატულობა რო ჩანს. ეს ვეშჭიქურია, ეს საღებავი, ეს ეს არის ჭიქუროვანი საღებავი, სულხან საბას მიხედვით ჭიქა ეს არის მინა, რო წარმოვიდგინოთ ეს არის საუკუნეების წინანდელი მომინანქრებული ჭურჭელი. მე მაგითხრა მაგ ქალბატონ. და აი საჭმელთან დაკავშირებით აუცილებლად ვიტყვით, რომ ეს ნივთები რაში გარემო სადაც არიან აღმოჩენილები, ხო, იქ არის ხშირად ძვლის ნარჩენები, რომელსაც ანალიზი ასევე ზოოარქეოლოგი შეისწავლის და პალეონტოლოგიური ანალიზები, ესე იგი მცენარის მტვერი რა მტვერი არის აქ დარჩენილი, გვეტყვის სავარაუდო მცენარეები იყო ჭამდნენ, ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. ეს ამბავი აღმოვაჩინოთ და შემდეგ შესწავლის პერიოდი გვექნება. ეგ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. მე თავს ვეტყვით, ქალბატონო მე მითხრა მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მოულოდნელი, მე ძალიან
ბევრი რამ მაკავშირებს რუსთავთან, კარგად ვიცი ეს ქალაქი, ბევრი მეგობარი ახლობელი მყავს და ნუ მოკლედ და აი მე თეატრში რო ვიყავ მინდა ეს ერთი სიტყვით გითხრათ რომ ის ისეთი სიყვარულით იყო გაკეთებული ყველაფერი ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა და ამიტომ ეხლა სულ გამიკვირდა რომ თეატრი გალერეაც შეგეძლო ახალი გალერეა არა როცა ნინოს ინიციატივით იყო ეს ყველაფერი ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია რომ ესეთი მე რიყავს კი და იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი რამე მოასწარით მათ შორის გალერეა და ასე შემდეგ აი ესეც მინდა კითხოთ ჩვენ გვახსოვს ფესტივალი ქართული სადაც ეს არქეოლოგია რუსთავის ძველი არქეოლოგია რაღაცნაირად გაცოცხლდა თანამედროვეობის ნაწილი გახდა ეხლა შეიძლება ძალიან ნაადრევი ამაზე კითხვა მაგრამ ყველაფერი ეს თქვენც მიდიხართ იქ ხედავთ ამ ნივთებს როგორ გაცოცხლდება მომავალში როგორ ფიქრობთ ხო თანამედროვეობის ნაწილი გახდა თითქმის ყველა პროექტს რომელსაც ვახორციელებთ ვცდილობთ რომ ერთმანეთთან იყოს შეკავშირებული და ქალაქიც ამ ყველაფრის ერთობლიობაა ინფრასტრუქტურას თავისი ადგილი აქვს, თეატრს თავისი, არქეოლოგიას თავისი და თუ ქალაქი გვინდა რომ თვითყოფადი იყოს და ადამიანმა ყველა სფეროს წარმომადგენელმა კომფორტულად იგრძნოს თავი ამ ქალაქში აუცილებელია ამ ყველაფრის შეკავშირება და პოპულარიზაცია სწორედ ერთმანეთში ამ პროექტებში ჩვენ ძალიან ხშირად ვცდილობთ რომ ეს პროექტები ერთმანეთთან ისე დავაკავშიროთ რომ უფრო პოპულარულიც გახდეს და აი ძალიან ახლა უსმენდი მათეს და ამაყივა რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ძალიან დიდი სიყვარულით, არც თუ დიდი ფინანსებით, თავისი შრომით, თავისი მონდომებით არ წყვეტდნენ ექსპედიციებს ჩვენს ციხეზე და ძალიან დასაფასებელია ნამდვილად წლებია ჩვენს მუზეუმში ძალიან ასაკოვანი თანამშრომლებიც მუშაობენ და მათ ამ სიყვარულით მოიტანეს ეს ყველაფერი და დღეს ჩვენ მოგვცეს мотиваცია იმის რომ ამ ყველაფერს კიდე უფრო მეტად სჭირდება პატივისცემა და აი ესეთი ახალგაზრდა ადამიანები გააგრძელებენ აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია მადლობა მათეს მომავალისთვისაც ჩემ თქვენ გუნდს მაგრამ რითაც დავიწყეთ რომ რუსთავი მარტო რაღაცა ქარხნები არ არის გარდა ამ ხო მაგრამ არის მეორე მილსაგლინავის საამქრო ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ყველას არ აქვს ეს ფუფუნება შესაბამისად როდესაც იქ ვიღაცა ამას დაზგაზე მუშაობს და ქარხანა მუშაობს ის მერე ქმნის დანარჩენ ყველაფერს იმიტომ რომ ის ქარხანა უნდა იყოს რომ მერე არქეოლოგიური გათხრებიც იყოს და წარმატებული იყოს ეკონომიკა ჩვენი ქალაქის თითოეულ წელს და თითოეულ იმ მიმართულებას რამაც დღევანდელობამდე მოიწონა მათ შორის იმ შრომელ ადამიანებს ვინც ეს ქალაქი თავიდან შექმნა ფეხზე დააყენა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ გავაგრძელოთ თუმცა ვამბობთ რომ ახალი ქალაქია ახალ ქალაქს აქვს დიდი ისტორია და სწორედ ეს არქეოლოგია ემსახურება იმას რომ ეს დიდი ისტორია დავანახოთ რუსთაველებსაც და მთელს ქვეყანას დიდი მადლობა გრიგოლ რობაქიძე ამბობდა ისტორია არის არა მარტო ხსოვნა წარსულისა, არამედ ის თანვე ქმედითი მონაწილეა თანამედროვეობისა და დღევანდელი დღე და თქვენი ინიციატივა ამისი ბრწყინვალე ილუსტრაცია წარმატებებს გისურვებთ, ბევრი აღმოჩენები, ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ფლები ამოიღოს ამ სასახლის კედლებს და მთელ საქართველოს ეამაღოს ამით. მადლობა თქვენ და გელოდებით რუსთავში. აუცილებლად. კი, მოვა მე და გადაალაგებს ცალკე დადიანების სასახლის. არ გადავალაგებ დადიანების. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და არქეოლოგი მათე ახალაია იყვნენ ჩვენ სტუმრები. დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს